მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. 30 მაისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესი ოზურგეთში აქტიურად მიმდინარეობს. თამთა დოლიძე გიამბობთ. მიმდინარე პროცესებში გასარკვევა ჩვენ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს ზვიად თენიაშვილს მივმართეთ. როგორც გითხრეს, ჯერჯერობით ყველა ძირითადი საკითხი დამუშავების პროცესშია და მედია დეტალურ ინფორმაციას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიღებს. დღეს კი რეალური სურათი ასე გამოიყურება. 30 მაისისთვის ოზურგეთის რაიონში 62 საარჩევნო უბანი და 29 მაჟორიტარული ოლქი ამოქმედდება. პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარი კანდიდატები რეგისტრაციისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, ამიტომ სრული სია საარჩევნო კომისიას ჯერ არ გააჩნია. თუმცა კომისიის ხდომა 26 აპრილისთვის უკვე დანიშნულია და ამ დროისთვის ყველა მსურველმა პარტიამ რეგისტრაცია უნდა მოასწროს. დამუშავების პროცესს გადის ამომრჩეველთა სიებიც. საინტერესოა, რომ წელს ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. თუ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 63,802 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, დღეს ეს რიცხვი გაიზარდა და 65,307 გახდა. როგორც საარჩევნო ოლქში აგვიხსნეს, ეს საგრძნობი განსხვავება ციფრებში 1992 წელს დაფიქსირებული მაღალი შობადობით არის გამოწვეული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შუალედური არჩევნებიც გაიმართება. პარლამენტში გურიის კვოტას გამოკლებული ანზორ ერქომაიშვილის მანდატისთვის ბრძოლა კანდიდატებს 27 სექტემბრის ნაცვლად 30 მაისს მოუწევთ. 30 მაისს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნები. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 29 წევრისაგან. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩიეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრისთვის შეუსრულდა 21 წელი. ასევე ოზურგეთის საოლქო საარჩევნო ოლქში 27 სექტემბერს გასამართი შუალედური არჩევნები გაიმართება 30 მაისს, რომელიც ტარდება პარლამენტის გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად იმატა ინფექციური დაავადებების სიმრავლე. თუ რა მდგომარეობაა ჩვენს რაიონში, ამის შესახებ სალომე თენიაშვილი ისაუბრებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით იმატა ინფექციის ისეთმა ტიპმა, როგორიც ჰეპატიტია. გასული 2 წლის მანძილზე დაავადებულთა რიცხვმა არათუ იმატა, არამედ გაორმაგდა კიდეც. 2009 წლის შედეგებს თუ გადავხედავთ, 226 ადამიანს აღმოაჩნდა ჰეპატიტი. ამათგან A ტიპის 132-ს, B 55-ს, ხოლო C ტიპის ჰეპატიტი 38-ს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს იმ ადამიანების რაოდენობაა, რომელმაც მკურნალობა ჩაიტარეს და აღრიცხვაზეც არიან. მაგრამ როგორც ჩვენთან საუბრისას ექიმმა არჩილმჟავია აღნიშნა, მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. რაც შეეხება C ჰეპატიტს, ჰეპატიტის ყველაზე რთული ფორმაა, რომელიც სტატისტიკის თანახმად სხვა ჰეპატიტებთან შედარებით ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ყველაზე ცუდი და სავალალო ის ფაქტი გახლავთ, რომ დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან სიმპტომატიკის ნაწილი ფორმით, რის გამოც ხშირ შემთხვევაში უჭირთ ზუსტი დიაგნოზის დასმა. სოფლიოში 5 ფორმა არის დაწყებული, ესე იგი კლასიფიკაციის მეთოდით A, B, C, D, E. რაც შეეხება ახლა ყველაზე მძიმე ფორმას ამ ჰეპატიტებში, ეს არის C ჰეპატიტი. B ჰეპატიტის საშუალო სიმძიმის ფორმა არის, რომელიც ასე თუ ისე ინკურნება, მაგრამ C ჰეპატიტი ფაქტიურად ეს ნიშნავს უკვე ღვიძლის ფუნქციურ დაზიანებას. აქ არის გადაცემის შემდეგი ფორმა. აუცილებლად სისხლის ინფექცია არის ეს B და C ჰეპატიტი, რომელიც და აუცილებელი არის, რომ ადამიანის ორგანიზმის სისხლში მოხდეს ინფიცირებული სხვადასხვა ორგანოს სისხლი. ურსულებში უკვე პრობლემა გვაქვს. აი ურსულ 2 წელია, რაც ყველა ურსული უკვე ისინჯება B ჰეპატიტზე და შიდზე. და ამიტომ აი ბოლო 2 წლის მონაცემებს მე თქვენ გეტყვით. აი ურსულებში B ჰეპატიტები გამოვლენილი არის, ესე იგი 2008 წელს 29 ურსულში. 2009 წელს 35 ურსულში და 2010 წლის 3 თვეში უკვე 7 ურსულში. ეს უკვე კატასტროფაა. ექიმთან დროულად ვიზიტისა და კვალიფიციური მკურნალობის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია აღნიშნულმა დაავადებამ ქრონიკული სახე მიიღოს და პაციენტს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება მიეცეს.